მოგესალმებით. თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერეთ გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. პირველ რიგში ქალბატონებს მოგილოცავთ 8 მარტს. ყოველი დღე არის ქალბატონების ისედაც, მაგრამ დღეს განსაკუთრებით. და დღევანდელი გაშლა მოდით გავაკეთოთ ურთიერთობაზე, რომელ ურთიერთობაშიც ეხლა ხართ. რა სიტუაცია გიდგათ, ანუ როგორ მინდის და ვითარდება თქვენი მდგომარეობა და რა განვითარება ექნება თქვენს ურთიერთობას. ესეთი გაშლა გავაკეთოთ. პირველ რიგში ვნახოთ ვინ მოვა ჩვენთან სასაუბროთ, რომ მიხვდეთ თქვენია თუ არა გაშლა და შემდეგ უკვე ვნახოთ ნახეთ, მოვიდა ადამიანი, რომელმაც საკმაოდ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. ტრანსფორმაცია განიცადა, იმიტომ რომ მას ჰქონდა რაღაც ეტაპი, გაურკვევლობების ეტაპი, დასრულების, ესე რომ ვთქვათ, გააზრებული აქვს უკვე ქმედებები, გააზრებული აქვს უკვე რაღაც მდგომარეობა. შესაძლებელია აქვს ვიღაცასთან წარსულიდან დაბრუნდა ადამიანი, თქვათ, ხო, მანამდე, თქვათ, ჰქონდათ რაღაცა პაუზა და პაუზის მერე გააზრებულად დაბრუნდა, ხო, თავისი ემოციებით, თავისი რაღაცა სურვილებით იმის, რომ კვლავ ჰქონდეს თქვენთან ურთიერთობა, შეხვედრები, გრძნობები. ხო, თუ არ არის წარსული და ეს არის ადამიანი, რომელმაც იცის ურთიერთობის ფასი, იცის ემოციების ფასი, იცის რა არის სიყვარული, მაგრამ ნახეთ, მაგრამ ეს ადამიანი ჯერჯერობით, აი რაღაცა ახალი საწყისი რო არის ურთიერთობის, აი ვერ ვეტყვი იმას, რომ აი რაღაცა თავგადაკლით აქვს სიყვარული და რაღაცა ისეთი მომენტები, მაგრამ აქვს თქვენს მიმართ ისეთი გრძნობები და ისეთი ემოციები, რომელსაც რაღაც ეტაპობრივად, თუ ესე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, დავარქვათ სიყვარულს, ხო, რა თქმა უნდა, დავარქვათ იმ რაღაცა შინაგან ძაფის კავშირს, შინაგან ურთიერთკავშირს, რომელიც, საბოლოო ჯამში ბედნიერებას მოგვიტანს. კარგით, ნახოთ აბა. საკმაოდ გააზრებული ადამიანია, ვერ ვიტყვი რომ რაღაც დავამატებ, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ რაღაც არ იცის რაღაცების მდგომარეობა. თუმცა აი ხო გონებთ, აი არც წინ მიდის ჯერჯერობით და არც ძალიან, ნახეთ, დეებს რაღაცა რესურს, მაგრამ ეს რესურსი არის, აი როგორ თქვა, ეს ემოციაც არის მოზომილად მოცემული ემოციები, ხო, აი რაღაც ბოლომდე კითხვის ნიშნებს რო გიტოვებთ და რომ არ ხართ დარწმუნებული, ხო, მის გრძნობებში თითქოს ბოლომდე რაღაც ეს მომენტები აქვს ამ ადამიანს, ხო, აი არ იხსნება ბოლომდე თქვენთან ჯერჯერობით, ხო, აი ჯერ მაინც რაღაცა აი ესე ვიტყვი, რომ მე მგონი აქ რაღაცა ძალიან ახალი დაწყებულია ურთიერთობა, აი რაღაცა თვეების შეიძლება იყოს, მაგრამ არა რაღაცა წლების და ასე შემდეგ. თუმცა თუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ წარსულიდან არის ადამიანი დაბრუნებული, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, განახლებაც რაღაცა ახალი პერიოდია. კარგით, მოდით აბა რა ხდება ხა ამ ეტაპზე თქვენთან მიმართებაში, რა ხდება თქვენს ურთიერთობაში. აი ძალიან თხილად, ძალიან მოზომილად მიდის ენერგიები, ძალიან მაქსიმალურად ცდილობს, რომ ერთი ნაბიჯი წინ, რაღაცა ნახევარი ნაბიჯი წინ, არ აქვს ჯერ გადაწყვეტილი რას აკეთებს და რას გააკეთებს, ამიტომ ჯერ ფიქრის დონეზე არის, ხო? რა ხდება თქვენს ურთიერთობაში? ძალიან კარგად ახერხებთ კომუნიკაციას, ძალიან საინტერესოდ მიდის. თითქოს აი როგორ შეიძლება ითქვას, იცით, რომ ორი ადამიანი, რომელმაც კარგად იცის ცხოვრებაში ემოციის ფასი, ორმა ადამიანმა, რომელსაც ჰქონდა რაღაცა გამოცდილებები, შეიძლება ითქვას, ნელ-ნელა იწყებს სწორად ენერგიების დახარჯვას, ხო, სწორად ურთიერთობის აწყობას. არც თქვენ ჩქარობთ, როგორც ჩანს, დიდად ამ ურთიერთობაში რაღაცა ელოდებით, თითქოს აი რაღაც აბა ვნახოთ როგორ იქნება, ხო, აი
რაღაც ეს კარგად გააკეთა, მაგრამ რაღაც ბოლომდე კმაყოფილი არ ხართ თქვენ თითქოს აი ამ ურთიერთობაში. რაღაც არის ის მომენტი, რაც კმაყოფილი კი არა, ნახეთ უფრო იცით როგორი მომენტი, აი იქედან გამომდინარე, რომ ბოლომდე არ იცით ამ ადამიანის თქვენ და დამოკიდებულება, ხო? აი ეს რაღაცა მომენტი ცოტა გაძლევთ ისეთ ემოციას, რომ რაღაცა იქნება, ეს ის არ არის, რომელიც უნდა იყოს. თუმცა თქვენ შორის არის ურთიერთობა, მე ვერ ვიტყვი, რომ არ არის აქ ურთიერთობა. არის ურთიერთობა, ძალიან ისეთი აწონილი, მოზომილი, გააზრებული, რაღაცა თითქოს აი ერთი ნაბიჯი ხო გადმოტკა, თქვენც ერთ ნაბიჯს თქვათ, ნახევარი ნაბიჯი გადმოტკა, ნახევარი თქვენ გადადგით, ისიც აი რაღაცა ერთმანეთს სარკისებრივ სიტუაციაში ამყოფებთ, ხო, რა ხდება თქვენთან მიმართებაში? იცით რა არის, აი ნახეთ, თქვენს ურთიერთობაში ხდება რაღაცა გამოღვიძება და რაღაცა ტრანსფორმაციები. თქვენს ურთიერთობაში ხდება შეიძლება ვიღაცა მომეტევას და მითხრას, რომ 4-იან ხმალი ხო დაპაუზება, მაგრამ აქ როგორი მომენტია, იცით, თქვენც და მასაც გაქვთ გამოვლილი ურთიერთობა, რომელიც მათ ცოტა დაღიტაკიტოვათ. აი ესე ვიტყოთ. აქედან გამომდინარე შეიძლება არც კი გიფიქრიათ, რომ არც კი გიფიქრიათ, კი არა, რაღაცა მომენტი შეიძლება ხელიც გქონდეთ ჩაქნეული იმასთან მიმართებაში, რომ აი საერთოდ არ ღირს და ნუ მოდი მე ჩემთვის ვიქნები რაღაც ჩემ საქმეს მივხედავ, ან თქვათ იქნება ურთიერთობა, შეიძლება, მაგრამ ნახეთ როგორი აი რაღაცა მსუბუქი შევხვდით, რაღაც ყავადავლიეთ, ვისაუბრეთ რაღაც, მაგრამ აქ რაღაცნაირად მოდის ემოციები, აქ მოგწონთ ურთიერთობა, აქ უკვე რაღაცა პატარა ნაბიჯების, ესე პატარ-პატარა ცეცხლის მომენტი ინთება, ხო, თქვენ ურთიერთობაში. რა ხდება და გამოღვიძება, გამოფხიზლება, გამოყვანა თქვენი სიტუაციის, რაღაცა ახალი ტრანსფორმაცია ხდება, ხო, აი დასრულება რაღაცა ძველის და ახლებური ენერგიების. რაღაცნაირად ნახეთ ცოტა შიშის მომენტიც არის აქ. შიშის მომენტი რა მხრივ, იცით, რომ აი მიჯაჭვულობებში არ გადაიზარდოს. ეს ხო არ არის ის მომენტი, რომ აი თქვათ გამოვედი ერთი სიტუაციიდან და შევედი მეორე სიტუაციაში, ხო, რაღაცა აი ამ ეტაპზე თქვენს ურთიერთობაში რა ხდება? ხო, აი რაღაცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თუ თქვენ ურთიერთობაში აი იმდენად დასტრესილი პერიოდები გქონდათ ერთსაც და მეორესაც, მე არ ვიტყვი, რომ მხოლოდ ერთი მხარე არის აქ რაღაც იმედგაცრუებული, რომ გაქვთ იმის შიში, რომ ეს ემოციები და ეს რაღაცა ურთიერთობის სხვა ტალღაზე გადაყვანა არ გახდეს ისევ დასრულება და არ გახდეს ისევ მიჯაჭვულობის მომენტი, არ გახდეს ისევ რაღაცა ტკივილის მომენტი და გაქვთ იმის მომენტი, რომ აი წინა ბრძოლების, წინა სიტუაციების მდგომარეობიდან გამოსული ისევ რაღაცა სიტუაციაში არ შეხვიდეთ, რომელიც სირთულეებს შექმნის, ხო? თუმცა თქვენს ურთიერთობაში ახალი შანსები გაიხსნება, ახალი მდგომარეობა იხსნება და იცით რა არის, აი ნახეთ, აქ მთავარია თქვენ თუ კი რაღაცაზე ფიქრობთ, რომ ისი არ მიდის მდგომარეობა, როგორც თქვენ ფიქრობთ, რომ აი ეს თუ ამას გააკეთებს, ამითი და მივხვდები მე, რომ ეს ადამიანი ჩემსკენ რაღაცა კონკრეტულ ნაბიჯს გადმოდგავს, ნახეთ როგორი რაღაცა არის აქ. ესე ნუ იფიქრებთ, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი გზა გასავლელი, ხო? ყველა ადამიანს აქვს თავისი სიტუაცია. ეს ადამიანი იმდენად ესეთი ცოტა დინჯი ადამიანია შეიძლება ითქვას, ნახეთ, არ უყვარს სიჩქარე, სისწრაფე, არ უყვარს რაღაცა ესეთი
აფექტის მდგომარეობაში და ეიფორიის მდგომარეობაში რაღაც გადაწყვეტილების მიღება. აქედან გამომდინარე, ნახეთ, ყველა დეტალს განიხილავს, ყველა დეტალს აკვირდება, ყველა თავის ქმედებას, ყველა თქვენს ქმედებას, სიტყვებს, ემოციებს, ყველაფერს აკონტროლებს და ყველაფერს რაღაცა დეტალურად უყურებს და თან თუ ეს კიდევ ერთხელ გეტყვით და ძალიან ახალი ურთიერთობა, რაღაცა თქვათ 3 თვის, 4 თვის რაღაცა ესეთი ურთიერთობა, ხო? ამ ადამიანს ჭირდება, რომ ნელა-ნელა გამოფხიზდეს. აი რაღაცა მუხტი აინთო, ხო? ცეცხლი აინთო, ხო? რაღაც შეუნთეთ, მაგრამ ამას ხო უნდა რომ გაგათბოთ, სჭირდება გაღვივება, ხო? რაღაცა ცეცხლის უფრო გააქტიურება. აქედან გამომდინარე, აი ღვივდება თქვენი ურთიერთობა, ღვივდება თქვენი რაღაცა ის მომენტები, რომელმაც მე უნდა გაგათბოთ. და მიდის ტრანსფორმაციისკენ, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის, აი იმ ტრანსფორმაციაში გაითვალისწინეთ ისიც, რომ ყოველთვის არის ხოლმე ის მომენტი, რომ აი წარსული მაინც ზუსტად ტრანსფორმაციის პერიოდში, როდესაც ფიქრობთ, რომ აი ყველაფერი დაივიწყეთ, ზუსტად მაშინ ხდება განახლება იმ ტკივილების, რომელიც მანამდე გაიარეთ და თითქოს რაღაცა ქვეცნობიერი გაძლევთ იმის შიშ, რომ აი იგივე არ მოხდეს, იგივე არ გამეორდეს, იგივე არ იყოს, ანუ რაღაცა საკუთარი თავის საზღვრები დაიცავი, იქ რაღაცა კარგად დააკვირდი, ხო, იქ თქვა თუ საბრძოლო იბრძოლო და ასე შემდეგ. რა, ამიტომ რა ხდება თქვენს ურთიერთობაში? თქვენს ურთიერთობაში ძალიან ისეთი შვიდად და წყნარად მიდის მდგომარეობა. კი, აქ არის თავისებურად რაღაცა პატარა შიშები, რაღაცა პატარა უნდობლობის მომენტიც, რომ აი რა როგორანაირად სიყვარულია თუ მიჯაჭვულობა არის, პაუზა ხო არ ჯობია. ნახეთ, არის რაღაც მომენტში ის მომენტიც, რომ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ცოტა ხანი ხო არ გავერიდო ამ ურთიერთობას და შევხედო როგორ იმოქმედებს, მაგრამ აი შევხედო მერე როგორ გააკეთებს. აი არის ეს მომენტები, მაგრამ ერთობლიობაში საკმაოდ ესეთი შვიდი ტემპით რაღაცა ნელა წყნარად გააზრებულად იხსნება პატარ-პატარა გზები თქვენი წინსვლის, პატარ-პატარა სიტუაციები და ნუ რაღაცა მიდიხართ წინ, ხო, რაღაც პატარ-პატარა ნაბიჯებით. კარგით, როგორი განვითარება იქნება თქვენს ურთიერთობას? როგორი განვითარება იქნება თქვენს ურთიერთობას? ნახეთ. სხვათა შორის ძალიან თუ თქვენ არ დაამძიმებთ სიტუაციას და თუ თქვენ არ ჩააგდებთ თავს რაღაცა შიშების და რაღაც ისეთი ეიფორიის მდგომარეობაში, სადაც სტრესული ეიფორიის მდგომარეობაში, რომ აი არაფერიც არ ხდება, არაფერიც არ იცვლება, ისევ ისეთი უნდა იყოს, ისევ ტკივილი უნდა განვიცადო, ისევ რაღაცა სიტუაცია უნდა გაფუჭდეს. თქვენ თუ აი ამ სიმძიმეებს ძალით არ შეიტანთ ურთიერთობაში და უბრალოდ გაყვებით, არ დააჩქარებთ მოვლენებს, არ დააჩქარებთ სიტუაციას, თქვენ გექნებათ სტაბილური, ძალიან კარგი ურთიერთობა და ძალიან ისეთი სასიამოვნო ზრუნვა ერთმანეთთან მიმართებაში, ხო, ესე ვიტყოდი. თქვენ თავარია რა არის, იცით, რომ აი არ ჩაიგდოთ თავი იმ სიტუაციაში, რასაც ქვია გარიდება. ნახეთ, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ადამიანები ცდილობენ, რომ აი მოდი მე გავერიდები, ადამიანისგან წავალ, შემდეგ რაღაცა ემოციებს შევუქმნი ისეც, რომ აი თუ უნდა ენდომება ჩემი დაკარგვა და ასე შემდეგ და ნახეთ როგორი მომენტი არის. თუ თქვენ ძალიან არ იჩქარებთ, გაყვებით სიტუაციას, სტრესში არ ჩააგდებთ ამ ურთიერთობას, თქვენ საკუთარ თავს, ხო, გექნებათ იმის საშუალება, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდეთ, ძალიან კარგად წავიდეს თქვენი ურთიერთობა, მაგრამ თქვენ თუ სტრესით, თქვენ თუ რაღაცა ურთიერთობიდან გარიდებით, მოდი ცოტა ხანი პაუზაზე გავიდეთ, რაღაც აი არ ვითარდება ისე არ გამოდის, ხო? ამ შემთხვევაში მოდით ესე გეტყვით, თქვენ გექნებათ გულის ტკივილი აუცილებლად, იმიტომ რომ აქ შეიძლება ადამიანი რაღაცა გაერიდოს, იმიტომ რომ მისთვისაც ძალიან ისეთი რთული ურთიერთობიდან
გამოსული მდგომარეობა აქვს და მოხდეს ისე რომ გაავლოს ხო პარალელი თქვენს ურთიერთობაში, ასე რომ რაღაცა გახდეს ისეთი მომენტი, რაც ტკივილს მიაყენებს ხო მასაც და თქვენს ურთიერთობასაც. ასე რომ თუ თქვენ აპირებთ რომ რაღაცა ურთიერთობა ჩიხში შეიყვანოთ, ну ცოტა რთული იქნება მერე. თუმცა ესე ვიტყოდი რომ თუ თქვენ აი ამ ყველაფერს გადალახავთ, თუ თქვენ ჩიხში არ შეიყვანთ, არ შეგეშინდებათ, კიდევ ერთხელ გეტყვით, არ გექნებათ იმის განცდა, რომ აუ ეხა ეს რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო, ყველაფერი წინასწარ არ დაგეკმოთ, მოკლედ ესე უფრო მარტივი იქნება და გასაგები იქნება. წინასწარ არ დაგეკმოთ არაფერს და არ შეიქმნით ილუზიებს ურთიერთობისას, ხო? აბსოლუტურად ყველაფერი გამოვა, ხო? აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ისე, როგორც უნდა იყოს, ხო? რაღაცა შვიდი, წყნარი, ბედნიერი, გამარჯვებული, ერთად ჩადევთ შრომებს და ერთად გააკეთებთ ხო რაღაცა ერთმანეთზე იზრუნეთ, მაგრამ თქვენ თუ ძალიან დააჩქარებთ სიტუაციას და თქვენ თუ ეცდებით რომ ურთიერთობაში რაღაც მოთხოვნები წააყენოთ, რაღაცნაირად ადამიანს შეუქმნათ ის მომენტი, რომ ხვალ მჭირდება პასუხი მაგალითად ხო, რაღაცა მე ესე მინდა და რაღაც იცით როგორი მომენტი არის, აი აქ ურთიერთ დამოკიდებულება უნდა გქონდეთ, ან მოთხოვნები, მე მინდა ესე არ არის ამ ურთიერთობაში ხვდებით, აი არის ხოლმე ურთიერთობები, სადაც ცოტა თქვენ მე მინდაც უნდა თქვათ და არა მარტო მამაკაც ან პარტნიორს უნდა ხო, ან მარტო ქალბატონს არ აქვს მნიშვნელობა, ხო ვინ მიყურებს, მამაკაცებიც უყურებენ ხოლმე, ან პარტნიორის მინდაზე არ უნდა იყოს, მაგრამ აი აქ უკვე ნახეთ როგორი მომენტია, აქ მე მინდაზე არ არის, აქ ორივეს გვინდა, ორივეს გვაინტერესებს, ორივეს, ან აქ არის სიტუაცია, როდესაც ორივემ უნდა გააკეთოთ ყველაფერი. და აი ის ნაბიჯები, რაც იქნება, ის ნაბიჯები, რაც ამ ადამიანს ექნება თქვენს მიმართ და თქვენ გექნებათ მის მიმართ, ხო, უნდა იყოს რაღაცა ადეკვატური, ხო, რაღაცნაირად ერთმანეთის გათვალისწინებით გაკეთებული. შესაბამისად ურთიერთობაც კარგი იქნება, მაგრამ თუ დაიწყება აქ რომელიმე მხრიდან, ან იმისი მხრიდან, ან თქვენი მხრიდან, რომ მოდი აბა ცოტა ხანი გავერიდები, მოდი ცოტა ხანი რაღაცა მივცემ, ან ვაეჭვიანებ, ან რაღაცა მსგავსი მომენტებს გამოცდებს ჩავუტარებ ურთიერთობას, საკმაოდ სტრესულ სიტუაციაში შეიყვანთ, ხო? მოდით კიდეთ როგორ განვითარდება საბოლოო თასების მეფე, თასების დედოფალი. აი კიდევ ერთხელ გეტყვით იმას, თქვენ ურთიერთობაში მთავარი, აი რაც არის ყველაზე მეტი, არ იყოს манипуляციები, არ იყოს გაურკვევლობებში შეყვანა, არ იყოს ეჭვიანობების შექმნა, არ იყოს რაღაცა ტყუილების მომენტი. მთავარია ურთიერთობას მისცეთ სიმსუბუქე, ურთიერთობას მისცეთ სამართლიანობა, სამართლიანად მოექცეთ საკუთარ თავსაც, დაბალანსებულად მოექცეთ მასაც და თქვენ თავსაც. არ გქონდეთ იმის განცდა, რომ რაღაცა ისე არ მიდის, როგორც თქვენ დაგეგმეთ, ხო? ანუ მოდით, გეგმები, მოლოდინები გადადეთ გვერდზე და უბრალოდ გაყევით სიტუაციას, უბრალოდ გაყევით ქმედება უკუქმედებით, ხო? აი რაღაცა იმოქმედებს, თქვენც უკვე იმოქმედეთ, ხო? სარკისებრივ იმოქმედეთ, ხო? ჩაიხედავთ სარკაში, ხო? ხედავთ საკუთარ თავს, ხო? აი როგორც ის გააკეთებს თქვენს მიმართ ნაბიჯს, ზუსტად ისე გააკეთეთ თქვენს მის მიმართ ნაბიჯს. აი მაქსიმალურად თქვენი ურთიერთობის განვითარების მდგომარეობა არის დამოკიდებული სწორად დანახვა ურთიერთობის პირველ რიგში. სწორად დანახვა იმ სიტუაციის, რაც არის, ხო? მთავარია აქ სამართლიანობა. მთავარია აქ არ იყოს არანაირი
მაბაჭეთ ცოტა ესე ვიტყვი გამოყენებითი მდგომარეობა, ხო, არის ხომ ესეთი მომენტები. თუ თქვენ დაინახოთ, რომ ვიღაცა გიყენებთ, აუცილებლად ეგრევე უნდა გაუშვათ, იმიტომ რომ ადამიანს გიყენებთ, ის ადამიანი თქვენი ადამიანი არ არის და ნუ არც რა თქმა უნდა, არც თქვენ არ უნდა გააკეთოთ, ხო იგივე. ასე რომ უბრალოდ რაღაცნაირად მიეცით ურთიერთობას, გაყვეს დინებას, ხო? რა ამოხვალთ წყლიდან, თქვათ, გაშრებით გაისეირნებთ რაღაცა მოხდება სიტუაცია. მე ისევ გაყევით დინებას, ხო? აი მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ეს ურთიერთობა იცით რა არის, აი ურთიერთობის განვითარება რეალურად, ხო, ამ ურთიერთობის განვითარება მარტო იმ ადამიანის ნაბიჯებზე და იმ ადამიანის გადაწყვეტილებაზე ნამდვილად არ არის. აქ თქვენზეც არის და აქ თქვენ უფრო მეტი რაღაცა შიშების მომენტი გაქვთ შეიძლება, რომ თქვათ, მანამდე გქონდათ რამოდენიმე წლიანი ურთიერთობა და ისე უცებ დაიშალა, თქვათ, ხო, რომ ვერც კი გაიგეთ რა მოხდა და აღარ გინდათ იგივე გამეორდეს, მაგრამ ხა ის თუ ცუდად მოიქცა, ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანიც ესე მოიქცევა, საკმაოდ ისეთი ჩამოყალიბებული ადამიანი ჩანს და აქედან გამომდინარე ცოტა ну, რა ვიცი, შეგიძლიათ დააკვირდეთ, მაგრამ მოლოდინები და რაღაცა გეგმები არ დასახოთ. იმისთვის, რომ ურთიერთობა ძალიან კარგად წავიდეს, ხო? აი, ესე გამოვიდა დღევანდელი გაშლა, მე ბედნიერ ურთიერთობას გისურვებთ, ულევს სიყვარულს და კიდევ ერთხელ გილოცავთ ქალბატონებო თქვენს დღეს. დროებით.